საქართველოში მყოფი მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციების წარმომადგენლები კვირას სამებაში ერთობლივ წირვას ჩაატარებენ. მანამდე კი უწმინდესთან ერთად მსოფლიო პატრიარქი და დელეგაციის წევრები საიუბილეო კონცერტს დაესწრნენ, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლის თავს ეძღვნებოდა. დიდ საკონცერტო დარბაზში ერისიონმა სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა და ანსამბლმა რუსთავმა ტრადიციულ ქართულ ცეკვები შეასრულეს. კონცერტზე საიუბილეო კონცერტზე საგალობელი მომღერლებთან ერთად დამწრე საზოგადოება მათ შეასრულა. მისმა უწმინდესობამ ყველა ერთად გააერთიანა თავისი საგალობლით ალილუიათი, რომელიც თავად შეასრულა და ყველა შეგვასრულებინა ერთად. ასე ერთხმოვნათ მთელ საქართველოს რუსულები, რომ როგორც დღეს ფილარმონია იყო შევსებული ერთხმოვანებით, ერთსულოვნებით, ასეთი ერთსულოვნები ვიყოთ კათოლიკოს პატრიარქის კურთხევის ქვეშ. დღეს მან გვაჩუქა კიდევ ერთი საოცრება ქართველებს. ჩვენ ერთად გვამღერა. ძალიან დიდი ხანია ქართველებს ერთად არ გვიმღერია, ოღონდ მართლა. და ძალიან ხშირად ყოფილა თხოვნა სცენიდან, რომ იქნებ ერთი ნოტი მაინც დარბაზში. თელმა დარბაზმა ერთად ვიმღერო და დღეს მოხდა კიდევ ერთი სასწაული. ჩემს ცხოვრებაში ასე ბედნიერი არასოდეს არ ყოფილა. ეს რაღაც განუმეორებელი საღამოება, ეს იყო სულიერების ზეიმი, უნეტარესი, უჩვენესი, უბრძნესი, უკეთესი შობილესი, უსაყვარლესი პატრიარქია მარტო საქართველოსთვის არა, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის.